30,000 ლარი, ვინაიდან ეს სავარჯიშო ის დანადგარები, რაც გვჭირდება სპორტული ინვენტარი, მაგას ძალიან ბევრი ფული უნდა. ამიტომ ჩვენ ამას გავაკეთებთ უმაღლეს დონეზე. ეს არის ჩაქვის მხარე. ჩვენი ცენტრი აჩვენიანი, აი ჩვენი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაა და ეს უნდა იყოს უმაღლეს დონეზე მოპირკეთებული. თუ რამე ზედამხედველობას ან რამეს ვინმეს რამე შესაკითხი იქნება, რა თქმა უნდა თქვენთან ერთად რაც ჭირდება განცხადება უნდა, რა უნდა კიდევ ვიმეორებ, ეს იქნება საჩუქარი ჩაქვის ახალგაზრდებისთვის. თუ რამე შეკითხვა ექნება ვინმეს, აგერ არის ლევანი, აგერ არის ნუკრი და სადვართ ყველა შეკითხვას უპასუხებ და აზრი ძალიან კარგია. დუბაი რატო შენდებაო, შენ რომ მითხარი, ესე ჩქარადო. 30 წელია მე დუბაიში მცხოვრობ და რატო შენდება იცი? დილით იტყვიან და საღამოს უკვე ხალხი მუშაობს. აი ამიტომ შენდება და ამიტომ ეს ბიუროკრატიული საკითხები უნდა გადაიწიოს. ჩქარა, იმიტომ რომ აქ ნახევარი სეზონი არის ზამთარი. და ამას მე მგონი ჩაქვის ხელმძღვანელობა და აჭარის ხელმძღვანელობა დადებითად მოეკიდება. გისურვებთ წარმატებას. ახლა წავიდეთ ბათუმის მხარეს, აი ამის იქით ამ მხარე ვნახოთ. მოდი გავაგრძელოთ. რაც ახლა ჩვენ ვთქვით, რასაც ბავშვებს სპორტულ კომპლექს უკეთებ, საჩუქრად ჩაქվել ბავშვებს, ეს არის იქით ამ მხარე, იმიტომ რომ იქ არის მოუწესრიგებელი სიტუაცია, 30 წელია ესეა. ახლა აი ეს შენობა ჩვენი, აი უყურე, ახლა გვერდზე. წარმოიდგინე ახლა შენ აქ დადგება ძვირად ღირებული ავტომობილები და ეს ადგილი გამოვაცოცხლეთ, ხო ნუკრი? გამოცოცხლდება, მაგრამ არის ერთი პრობლემა. აი აქ ესე ჩვენი ადგილია. აი წინ აქ არის სახელმწიფოსი ეს. აქ არის წყალი მოდის იქიდან, ხო? ჭაობია, უბედურება არის აქა. ეს იტყორება, გადმოდის და თელ ცენტრს გაგვინადგურებს. ამიტომ სასწრაფო წესით მივიღეთ გადაწყვეტილება, არ მინდა სახელმწიფოსი გაკეთებული, იმიტომ რომ გონი კიდევ არ ვიცი, როდის იქნება, მერე რა იქნება, ესეც დაახლოებით მილებია ჩასადები. თავიდან ბოლომდე ამოსაწმენდია და ხრეში არის მოსაყრელი და მერე ბეტონითაა მოსაპირკეთებელი. ამასაც ჩემი ხარჯებით გავაკეთებ და ესეც დაждდება დაახლოებით 80,000 ლარი. სავარაუდოდ ეს ადამიანგარიშე წინ. უყურე ისა წუხელ. უყურე ის 150-200,000 ლარი დაждდება, იმიტომ რომ იქ ინვენტარი, ბავშვების სავარჯიშო თვითონ ძვირიღებს, მერე მოპირკეთება იმ დონეზე უნდა